Ars ჩვენ სტუმართან ის ნინო ბურჯანაძეა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი. ბუნებრივი ამ თემაზეც ვისაუბრებთ კონსტიტუციაში იმ ჩანაწერზე, რაც მისი პარტიის ბოიკოტის მიზეზი გახდა, თუმცა თავშივე კონსტიტუციასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, ქალბატონო ნინო, ცოტა ხნის წინ კალაძემ ვიცე-პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ წინასწარ იყო ცნობილი, რომ გარკვეული არასამთავრობო თუ პოლიტიკური პარტიები კომისიას ბოიკოტს გამოუცხადებდნენ, ეს იქნებოდა მათი მხრიდან ზიანის მიყენება საკონსტიტუციო კომისიაზე, რომ თითქოს მათ ვერ შეძლეს და ვერ მოახერხეს მუშაობა, რაც აბსურდია. ანუ თქვენი პარტიაც გაყვანილი იქნა იმ პარტიების ჩამონათვალში, რომლებიც თითქოს წინასწარ აპირებდნენ ამას. თქვენ რას უპასუხებდით კახი კალაძეს? დიდი მადლობა დიანა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს და ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მოდით დავიწყოთ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხიდან, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, თქვენ აღნიშნეთ ამ თემასთან დაკავშირებით და მე მინდა ხაზგასმით გამოვხატო ჩემი ძალიან დიდი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რაც აფხაზეთში ამჯერად მოხდა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა აფხაზეთში და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ მოვლენები ასე ვითარდება, ეკისრება სწორედ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. რაც არ უნდა ილაპარაკონ ქართულ ოცნებაში, ერთი რაშიც მე შემიძლია აფხაზებს დავეთანხმო არის განცხადება, რომ ნამდვილად იტყუებს საქართველოს თავს და ნამდვილად ვიტყუებთ თავს და ამაში ისინი მართლები არიან და თავს ვიტყუებთ სტრატეგიულ მოთმინებაზე ლაპარაკით, თუმცა ეს უკვე სასაცილო გახდა, იმიტომ რომ სტრატეგიული მოთმინება აქვს ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, როდესაც გადმოდის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეებში ჩვენი ეგრეთ წოდებული საზღვარი, სტრატეგიული მოთმინება აქვს, როდესაც აფხაზეთში ჩადის ლავროვი, მაგრამ სტრატეგიული მოთმინება არ ექნება ბიძინა ივანიშვილს, ვინმე მისი ეზოზღობე 5 მეტრით რომ გადასწიოს და ესე ვთქვათ 5 მეტრით დაუპატარაოს. რა უნდა გააკეთოს მაშინ ამისთვის? საომარ მოქმედებებს ხომ ვერ დაიწყებს? ანუ იმ პოლიტიკას სწორედ ასე ქვია, რომელსაც დღეს ოცნება აწარმოებს, რომ ეს არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და ლავროვი 2011 წელსაც იყო სოხუმში და აი როგორ შეუძლია ქართულ მხარეს წინ აღუდგეს ამ ყველაფერს. ჩვენ წავიკითხეთ ახლა საგარეო სამინისტროს საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება, რომ აი ამ ხელისუფლების პირობებში შედარებით დამთბარია მათი ურთიერთობები თბილისსა და მოსკოვის შორის. რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის გააკეთებს ესეთ განცხადებას, იმიტომ რომ რუსეთში არის პოლიტიკური ძალები, რომელსაც ძალიან აწყობს ის ვითარება, რომელიც დღეს არის საქართველოში. ანუ საქართველო არ ილანძღება, საქართველო არ იქნევს მუშტებს, ამავდროულად რუსეთი ნელ-ნელა აკეთებს ყველაფერს, რაც მის ინტერესებში შედის, იმიტომ რომ არავინ რუსეთს არ ელაპარაკება, დიანა. რა უნდა გავაკეთოთ, როცა მეკითხებით, ამაზე არის ერთი ძალიან მარტივი პასუხი, რასაც ყოველთვის ასეთ ვითარებაში მყოფი სახელმწიფოები და მისი ლიდერები აკეთებდნენ დედამიწაზე, ის ლიდერები, რომლებიც პოლიტიკას აწარმოებდნენ, მაგრამ როდესაც ქვეყანაში მოდის ბიზნესმენი ქვეყნის მმართველად, როდესაც პარლამენტში მოდიან ის ადამიანები, ვინც მოდიან, როდესაც პოლიტიკა ქვეყანაში აღარ არის და ბიზნეს პარტნიორებად არიან ქცეული მთავრობის წარმომადგენლები, ხოლო ქვეყანა არის ქცეული ერთი პირის საწარმოდ, მაშინ ვერაფერს ვერ გააკეთებთ. თქვენ როგორ ახლა დიანა ფიქრობთ იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები 2012 წელს ასეთი რადიკალური ცვლილების შემდეგ, რომ ჩასულიყვნენ რუსეთში, დალაპარაკებოდნენ პუტინს, დალაპარაკებოდნენ ლავროვს, გადადგმული იყო წინ თუნდაც მოლაპარაკების პროცესში რაიმე ნაბიჯი, დღეს ლავროვი აფხაზეთში იქნებოდა. 100%. ანუ ამ ფორმატში ხედავდით, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მოსკოვში უნდა ჩასულიყვნენ, თუ ეს უბრალოდ სიტყვაზე თქვით და რამე უფრო დელიკატური ფორმატის მოფიქრება შეიძლება? თქვენთან მოვა ეთერში კიდე ინტერვიუის მოსაცემად. არა, არსებობს სხვა ქვეყნები, სადაც შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა. ეხა სისულელე არის უკაცრავად ექსპოზიცია ხელისუფლებიდან გამოთქმული, რომელიც თქვენ ახლა მოიყვანეთ, იმიტომ რომ როცა შენ გჭირდება და გჭირდება ჩვენ და არა რუსეთს მოლაპარაკება. რუსეთმა ყველაფერი მიიღო დიანა წინა ხელისუფლების პირობებში და ყველაფერს იღებს დღევანდელი ხელისუფლების ეგრეთ წოდებული სტრატეგიული, ესე ვთქვათ, მოთმინების პირობებში. ჩვენ გჭირდება. ანუ გინდა წამოეგე მათ პროვოკაციას, როგორც თქვენ აფასებთ 2008 წელს, ან გინდა სტრატეგიული მოთმინება გამოიჩინეს სულ ერთია რუსეთთან ურთიერთობაში? ანუ მხოლოდ ჩასვლა იქნებოდა და პირდაპირი დიალოგი გამოსავალი?
არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენ თუ ტერიტორიებს გიპატარავებენ და შენ ამაზე ხმას არიღებ და ითმენ, გიჟი უნდა იყოს რუსეთი ეს რო არ გააკეთოს. რომელი სახელმწიფო გეგულებათ თქვენ დედამიწაზე რა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხა საზღვარი რომ გადასწიოს მექსიკასთან ან კანადასთან და ხმა არ ამოიღოს არც ერთმა არ გააგრძელებს თქვენ გონიათ იგივე პოლიტიკას? ძალიან იცით რაშია საქმე მე ისეთ თემებზე მიწევს დიანა საუბარი რომ აი ხანდახან უბრალოდ აი მართლა ვერ ხვდები რომ ასე დაკნინდა ქართული პოლიტიკა და პოლიტიკური სივრცე ქვეყანაში რომ ასე ელემენტარული რამეები აღარ ესმით? საოცრება არის, ვინ უნდა ელაპარაკოს, ვინ უნდა იბრძოლოს იმან, ვისაც უნდა რეალობის შეცვლა. რუსეთს არ ჭირდება რეალობის შეცვლა, რუსეთმა ყველაფერი მიიღო და იმაზე მეტი, რასაც ნებისმიერი მეფის ნაცვალი მისცემდა მას. ეს მიიღო სააკაშვილისგან და ამას იღებს ახლა ქართული ოცნებიდან, როდესაც ბრიყული სახეებით ქართული ოცნების წარმომადგენლები ერთი და იგივეს იმეორებენ, რომ ჩვენს პარტნიორებს დასავლეთში ამაზე ველაპარაკებთ. ქალბატონო, ჩანაწერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციაში თქვენი აზრით, თქვენი პოლიტიკური ძალის აზრით, როგორ და რანაირად აფერხებს პროცესს, ანუ რატომ იყო ეს თქვენთვის რაღაც წითელი ხაზის, მქონე წითელი ასოებით ჩანაწერი კონსტიტუციაში? ერთ ფრაზას ვიტყვი აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით, დიანა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ ასე გაგრძელდა, მე მინდა ეს ყველა მოქალაქე მიცოდეს, ყველა იმ ადამიანმა, ვინც დღეს ქართული ოცნების პოლიტიკას ან მხარს უჭერს, ან ჩუმად არის გაჩუმებული, თუ ასე გაგრძელდა, ამჯერად ჩვენ ნამდვილად საბოლოოდ დავკარგავთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს და ეს იქნება მართლა შეუქცევადი პროცესი და ამაზე დაეკისრება პირველ რიგში პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა. ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სირაქლემას პოზიცია აქვს დღეს და ვისაც თვალის გახელა არ უნდა. რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიას, მე მინდა აქვე ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო იმასთან დაკავშირებით, რომ არაფერი საიდუმლო იმაში არ არის, რაც ბატონმა კალაძემ თქვა, რომ ახლა ძალიან ისეთი ჭკვიანი სახით რომ აკეთებენ განცხადებებს, რომ აი ჩვენ ვიცოდით, რომ დატოვებდნენ კომისიის ხდომას პარტიები. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც თავიდანვე ვთქვი, რომ მე არ მჯერა ამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მეთქი, მე ზუსტად ხედავ ქართული ოცნების განწყობას მეთქი და საკმარისი გამოცდილებაც ამაქვს, რომ პროგნოზი სწორად გავაკეთო. თქვი რომ არაფრით ეს საკონსტიტუციო კომისია მუშაობას ალბათ არ დაამთავრებს მეთქი, გარდა ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში დაწერილი წინადადებებისა მეთქი, მაგრამ ვნახოთ, იქნებ მე ვცდებოდე. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ არც ახლა არ ვცდებით და პირდაპირ მინდა დიანა გითხრათ, რომ ჩვენთვის არ იყო კომისიის დატოვების ერთადერთი მიზეზი ნატოს ჩანაწერის გაჩენა კონსტიტუციაში, რაც თავისთავად აბსურდია, სასაცილოა და ძალიან აი ბანანის რესპუბლიკაც აღარა ვართ უკვე, ხა ფორმატი ესე ვთქვა, ჩემი აღზრდა და კულტურა ნამდვილად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადეკვატურად შევაფასო, რაც გვჭირს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს პოლიტიკურ სივრცეს, მაგრამ ბანანის რესპუბლიკაც კი აღარა ვართ, იმიტომ რომ მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, თქვენ ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ქვეყანას, რომელსაც საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვრული ქონდეს კონსტიტუციაში, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებული. ეს ქალბატონო ნინო არა ეს არ ხდება ამშვიდებს პოლიტიკურ სპექტრის ნაწილს ან არასამთავრობოებს, ანუ იქ ძალიან მიესალმნენ ამ ჯგუფში ამ ჩანაწერს. კი არა, ამშვიდებს არასამთავრობოებმაც ამით ქულები ჩაიწერეს ამერიკის საელჩოსთან, პოლიტიკური სპექტრის გარკვეული ნაწილიც ასევე იწერს ქულებს ამერიკის საელჩოსთან და მონური მორჩილებით ქვეყნის ხელისუფლება ამას ადასტურებს კონსტიტუციაში. ანუ არ წერია რომ ჩვენი უმთავრეს არ წერენ და არ უსვამენ ხაზს რა რეალობა შეიცვალა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში, რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ წერენ რომ უნდა გავწევრიანდეთ ევროკავშირში და ნატოში, ორგანიზაციებში, რომელიც შეიძლება 10 წლის მერე უბრალოდ არ წარსებობდეს, ან არსებობდეს და შენთვის მისაღები იყოს. კონსტიტუციაში ის კი არ უნდა ჩაწერო, რომელ ორგანიზაციაში გაწევრიანებაა შენი ამოცანა. შენი მთავარი მიზანი რა არის და კონსტიტუცია უნდა იყოს განსაზღვრული ის, რომ ხელისუფლებამ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში დიანა იმოქმედოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს შეიძლება შენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ხელსაყრელი იყოს ერთ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ხვალ შეიძლება ეს არ იყოს
ხელსაყრელი და კონსტიტუციამ ამაში არ შეიძლება შენ ხელფეხი შეგიკრას. ეხლა რაც შეეხება წითელი ხაზი იყო თუ არა ეს ნამდვილად არ იყო ერთადერთი საკითხი რომლის გამოც ჩვენ დავტოვეთ ეს უბრალოდ ბოლო წვეთი იყო მაგრამ ჩვენ უკვე რამდენიმე დღე არის პრაქტიკულად დღე კი არა კვირა ვაკეთებთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენი პარტიის არც ერთი წინადადება გათვალისწინებული არ ყოფილა რომ ჩვენ ვაპირებთ დავტოვოთ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა უბრალოდ ჩვენ ველოდებოდით სხვა პოლიტიკურ პარტიებს ეს იყო ერთი იმიტომ რომ კოორდინირებულად გვინდოდა მუშაობა და ხა ქულების ჩაწერაზე მე და ჩემი თანაპარტიელები არასოდეს არ მუშაობ ვინი მუშაობა ქულების ჩაწერაზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რა მნიშვნელობა აქვს ყოველ ჩვენ დაველოდეთ ესე ვთქვათ საბოლოო გადაწყვეტილებას და კოორდინირებულ ქმედებებს ოპოზიციისა და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია დიანა და შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც კი ჩვენ ბოლომდე მივეცით საშუალება საკონსტიტუციო კომისიას რომ ჩვენი წინადადებები გაეთვალისწინებია ხა მე სამარცხვინო არის უბრალოდ იცით რაღაცა თითქოს დაწყევლილ წრეში არის ეს ქვეყანა მოქცეული ჩვენი ხალხის რაღაცნაირი არაადეკვატური გადაწყვეტილებების გამო როდესაც მე ვხედავ ახლა განცხადებებს, რასაც ქართული ოცნების ლიდერები აკეთებენ, ნუ ხა ზოგი მათგანი ოპოზიციაში ნამყოფია და მათგან კიდევ უფრო მეტად მიყვირს, ზოგი საერთოდ გონზე არ არის, იმიტომ რომ რა ხდებოდა ქვეყანაზე ამ წლების განმავლობაში, არც იციან, იმიტომ რომ ან უცხოეთში იყვნენ წასულები და ან სადღაც იყვნენ შემზრვალი და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ იღებდნენ. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აი დაამთავრა კომისია მუშაობა და რას უცხადებენ ბოიკოტს, ნუ ეხა ეს არის, იცით როგორი სასაცილო მოსასმენია ეს ყველაფერი სატირალი რო არის. ჯერ ერთი კომისიას მუშაობა არ დაამთავრებია. ხარდაჭერა თქვენი ხელმოწერა ამ პროცესს და ამ დოკუმენტს არ ექნება. არა, რა თქმა უნდა და უბრალოდ ამას განმარტავ დიანა, ხა რაც კომისიას მუშაობა არ დაუსრულებია, ყველაზე მნიშვნელოვანი კომისიის მუშაობაში არის სწორედ საბოლოო კენჭისყრა და შეთანხმება და ამ პროცესს უცხადებთ ჩვენ ბოიკოტს და ვამბობთ რომ ვერ მოხდა ვერანაირი შეთანხმება. როცა ლაპარაკობენ, იცით, აი სპეკულაციები რომ აი 500 ხმა აიღო, ამდენი ხმა აიღო ამ პარტიამ, ჯერ ერთი მოდით გავიხსენოთ ოდირის დასკვნა, რომელზეც საერთოდ არც გამომხმაურებია არავინ უმრავლესობიდან, როდესაც ოდირმა პირდაპირ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დაუშვა ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, მაგრამ მეორე მომენტია დიანა დააკვირდით რა ხდება, ჩვენ რომ გაგვეკეთებინა განცხადება ერთი თვის წინ გვეტყოდნენ რომ იცით რა ეს არის თვითმიზანი თქვენი კომისიის დატოვების, იქნებ ჩვენ გვეთანხმებთ. გასაგებია. რო აღარა გვაქვს უნდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ ფიზიკური შეხლა შემოხლა მოხდა პარლამენტში და ეს კადრები უნდა ვაჩვენოთ მაყურებელს. კარგი, დაასრულეთ და შემდეგ რა მოხდა? ფიზიკური შეხლა შემოხლა მოხდა პარლამენტში ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას უშავს ეგეთი ბევრჯერ მოხდება კიდე და იმედია მაგრამ მაყურებლის ინტერესიც უნდა დავაკმაყოფილოთ. მე უბრალოდ გეტყვით რომ ხელი იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ რაზე თქვა უარი ჩვენს წინადადებებზე საკონსტიტუციო კომისიამ უპირველეს ყოვლისა მიწის საკითხზე, როდესაც ჩვენ გამოვედით ინიციატივით რომ საქართველოში უცხოელებზე მიწის გაყიდვა უნდა აიკრძალოს. ეს არ გაითვალისწინა. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რომ პრეზიდენტი უნდა იყოს პირდაპირი წესით არჩეული, ეს არ გაითვალისწინა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, ეს არ გაითვალისწინა. სხვა საკითხები კომისიაში დიდად არც ყოფილა, ასე რომ სულად ნათელია რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის სახში დაწერილი კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა დიდი მადლობა ნინო ბურჯანაძეს, მან ივანიშვილის სახში დაწერილი კონსტიტუცია უწოდა პროექტს, რომელსაც 22 აპრილს კენჭი უნდა ეყაროს და ეხლა ვასრულებთ გადაცემას შეხლა შემოხლით პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პატრიოტების წევრმა ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას უცხო ქვეყნის რეზიდენტი